მოქმედებს თუ არა თმის გაპარსვა მის სისქეზე ან ფერზე. აქვე დავშლი რამოდენიმე მითს ამასთან დაკავშირებით. ჯერ ესეთი პირველ რიგში ყველას თმის ზრდა თავის გენეტიკიდან გამომდინარე აქვს, ვიღაცას მუქი, ვიღაცას ღია, ვიღაცას ხისტი, ვიღაცას თხელი. თმები ვერანაირად ვერ გაიზრდება უფრო სწრაფად გაპარსვის შემდეგ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ დაუბრუნდები, რომ ეს არის გენეტიკური ყველა ადამიანის თვისება, სიჩქარე იქნება იგივე. თმები ვერანაირად ვერ გამუქდება, იმიტომ რომ ეს ასევე მელანინით არის განკუთვნილი და ამიტომაც მელანინზე პარსვა უბრალოდ არ მოქმედებს. რა ხდება აქ? შეხედეთ ამ სურათს, ხედავთ, ეს არის მთლიანი თმა. როცა ჩვენ მას გადავჭრით, აი გადაჭრის დროს უკვე ხვდებით შუაზე თმის და ამიტომაც ეს შუა არის ყველაზე, ასე ვთქვათ, სქელი ადგილი თმის და ასევე მუქი. შესაბამისად, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალური ეფექტი, ამიტომაც არანაირ ცვლილებას თქვენ ეგ არ მოგცემთ, რასაც პარსვა ქვია, უბრალოდ ვიზუალურად ჩვენ ხედავთ, რომ ბევრი ერთდროულად მოჭრილი თმა, რა თქმა უნდა, მეტად ჩანს და ჩანს, რა თქმა უნდა, ყველაზე როგორც გითხარით, სქელ ადგილში და უფრო მუქად გამოიყურება. ამიტომაც შემოკარგებო, ეს ორი რამ ერთმანეთთან კავშირში არ იმყოფება. აბა, წარმატებული არჩევანი როგორც ყოველთვის.